გამოწმით პროდუქტების ხარისხს, როდესაც ყიდულობს და რამდენად იცით ვისი წარმოებულია ის. ჩვენ ვამზადებთ მაგაც ხილი, ქუთაისიდან მაგდეთ, ჩვენ მე ვამზადებთ. ჩემი ხილით ვამზადებთ. ძირითადად უნიგოზი, სუნელები უფრო მეტად. პომიდორი წვენი და ყველაფერი, ჩემი ხილით გაკეთებულია ყველაფერი. მე თვითონ სახლში ვაკეთებ, ოჯახური ნამცხრებია, პროდუქციას ვყიდულობ მაღაზიაში და შესაბამისად ოჯახურად ვაკეთებ, რასაც ქვია, არის სანდო, ყოველთვის მომაქვს ახალ-ახალი და რა ვიცი, მყავს ჩემი კლიენტებიც, რომელიც აფასებენ, მეც ვცდილობ, რომ კარგად გავაკეთო. დღეს კონკურენციაა, ყველგან აკეთებენ, მაგრამ მე ვცდილობ, რომ ჩემი პროდუქცია იყოს ხარისხიანი. ამოწმებენ, ხდება ისე, რომ ამოწმება აი ეტიკეტებზე არის ყურადღება გამახვილებული და ვიცავ ამას შეძლებს დაგვარად. სოფლის ყველია ვენდობით, ვისაც მოაქვს, ესე იგი მოაქვს კლიენტს ნაცნობებს და კიდე ჩვენი ოჯახიდან პირადად ჩემი ოჯახის ყველსაც ვყიდი, მაგრამ რაოდენობა იმდენი არა ახლა ძალიან რომ გაწვდეს ამ ბაზარს და მთელი დღე რომ მეყოს სამუშაოდ, მაგრამ ოჯახის ყველსაც ვყიდით. ეს რა თქმა უნდა ყველა სოფლის და ნატურალ ყველია. სანდო ადამიანებისგან ვიღებთ სინჯავთ როგორ ვენდობით ვიცით რომ ნამდვილად სოფლიდან არიან და მოაქვს სოფლის ნატურალური ყველი. ამოწმებენ წელიწადში 3-4ჯერ აუცილებლად მოდიან ამოწმებენ და იციან რომ აქ არის მართლა სოფლის ადგილობრივი ყველი. დადიან ძალიან ხშირად სხვადასხვას. ჩვენ ვამზადებთ ამას და ხელვაჩაურიდან მოგვაქვს. სულთა და მოგვაქვს ისინი და გაყინული არ არის. გაკეთებულია სულთა გაკეთებული. სანდო ხალხია და სანდო კაციდან მღებული, მაგრამ მეც მომაქვს ჩემი ოჯახიდან, მყავს ძროხები და ჭრინტი ყველი, სულუგუნი და მაქვს ჩემი ოჯახიდან. თაფლი აფხაზეთიდან ვარ და იგიდან მყავს იქ ფუტკარი. და იგიდან მომაქვს თაფლი და სულთა თავს ვყიდი. ადგილობრივია ეს ქინძი, ოხრახუში, ლიაყური და ეს ბოლოკი რო არის, წიწმატი რო არის, ცერესო ესეთი მოგვაქვს ქუთაისიდან. აქ დაჟე ეს უყურეს სალათ არის ადგილობრივი წაიში. რა ვიცი ახლა არც ისე ცუდი თურქეთიდან კიდე კაი ხარისხის საქონელი მოდის. აი ეს ანტალიის ამარ არის უმაღლესი ხარისხის. ანაკრიდიდან მოდის. გეოგნებიანი, გადააფარეთ ცელოფანი და გამოწმებენ. როგორ არა? ცოცხალ თემს ყიდიან ყველგან აი ასე. გაყინული თევზი არის მასივაში. გაყინულზე თქვენ არ მუშაობთ. მუშაობთ მარტო ცოცხალ თევზზე. თვითონ კიდევ ვიჭერთ.